Opa! მიუნხენში მე გამოვდგები იმათ რა ქვია. იტანად ბევრი რომ მიაქცე. ცოტა უნდა გადამეო. ეხა მოვედი უნიკალურ ადგილას ოზურგეთში, ეს არის ოზურგეთ ლუდი, მე ოზულ ლუდს ვეძახი და სხვათა შორის დიდი ისტორია აქვს ამ დაწესებულებას 1927 წლიდან ფუნქციონირებს და ეხა მიდის პატარა შერემონტება მიდის და კიდევ უფრო ახლებური და ლამაზი იქნება აქაურობა. მე ბავშვობაში მახსოვს პატარა ფრაგმენტი ბიძაჩემს ვასოს რო წამოვყევი და აი შენობა სადაც ახლა რემონტი მიდის, იქ იყო დიდი მაგიდები, ეს მაღალი მაგიდები და იქ მივირთმევდით, მე ცოტას მივირთმევდი თევზს და ლუდს და ეხაც ლუდს წავიღებ ავალ სოფელში და გავაკეთებ თან მოუწრუპავ ხოლმე და თან სტეიქ სენდვიჩს გავაკეთებ და აქ ეხა ნუ გაგიკვირდებათ, ეხა გიჟივით მარტო კი არ ვზივარ, მაგრამ ნახე ორი ლუდი არის ვაკანტური, იმიტომ რომ ორი ადამიანი იღებს და დანარჩენი ორი სახელი და გვარი ვახსენო, ვინც ვამს უკვე. ანა და ლაშა კიდე მიირთმევენ. და ჩვენს ნერწყვი მოგდის და აი ჩვენ დავლევთ და ავალთ მე ბავშვში. ყველაზე მეტად აი პირველი სამი გადაყლაპვა არის ცხონება. ძალიან კაია. დღეს მოვამზადებთ, მოკლედ ზაფხული დადგა და ყველა ხან ზოგი აგარაგზე ვართ, ზოგი სოფელში მივდივართ, ცეცხლთან მეტი კონტაქტი გვაქვს და იმის გარდა რომ მხოლოდ მწვადი ვწვათ, მე გასწავლით როგორ მოვამზადოთ კარგი სტეიქ სენდვიჩი. კარგი სტეიქ სენდვიჩისთვის ქართველებს გვაქვს სამწუხაროდ მხოლოდ ერთი კარგი ნაჭერი საქონლის, რომელსაც ქვია საქონლის სუკი. იგივე ფილე მინიონად წოდებული, ასე ვთქვათ და ამ ნაჭრისგან გამოდის საუკეთესო ქართული ხორცისგან მომზადებული სტეიკი ზოგადად და სხვა ნაჭერი სამწუხაროდ ვარგისი არაა სასტეიკით, იმიტომ რომ ჯერ ეს დაძველება უნდა ყველა ხორცს, რომელსაც შემდეგ სტეიკად ვაქცევთ, თუმცა შესაბამის ჯიშიცაა საჭირო. მოკლედ ბევრი რო არ გაგვიგრძელდეს და შორს არ წავიდეთ, შეიძინეთ საქონლის სუკი, აპკისგან გაათავისუფლეთ, ეხა როგორც მე გავათავისუფლებ და სხვა დანარჩენს კიდე გზადაგზა აგიხსნით. ამ ხორცს ჩვენ დავამარინადებთ, მარინადსაც ეტაპობრივად გიჩვენებთ, რაში მოვათავსებთ. ნახეთ, ზედმეტი აპკისგან გავწმინდე და ეხლა ამ ხელა სუქს butterflies ვეძახით სამზარეულოში, მაგრამ ქართულად ანუ მნიშვნელობაც ის არის, რომ ეს სტეიკი უნდა გავშალოთ და გავათხელოთ, ასე ვთქვათ. და მაგასაც გეტყვით თუ რატო. იმიტომ რომ სულ რამოდენიმე წამში შეიწვას ცეცხლზე და წვენი არ დაკარგოს, ანუ არ გამოშრეს. როგორც ხედავთ, დავამუშავე სუკი და ეხა საჭიროა მარინადის გაკეთება. ესე იგი, აქ მაქვს ვოლჩესტერის соуსი, აქ მაქვს სოიოს соуსი. წილადობა 50 გრამი 50 გრამზე. ცოტა ჯინჯერს ჩავახეხავ. ცოტა ლიმონის წვენი. ერთკვილ ნიორს დავამატებ.
აქ მაქვს მზეზე გამომშრალი ჩერის ჭირი, რომელსაც სენდვიჩის აწყობისას მე კიდე გამოვიყენებ, თუმცა ამ მომენტისთვის ზეთიც მჭირდება და ზუსტად ჩერის გემოც ექნება ცოტათი. აჰა. ცოტა საურევ. ეხლა მზადაა უკვე ხორცი, რომ აბაზანა მიიღოს ჩვენი მარინადის. კარგად ამოურევ. არც ერთი მხარე არ დარჩეს ხორცის დაუმარინადებელი. სასურველი არის, რა თქმა უნდა, მთელი ღამე რომ მაცივარში იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში სადღაც 9 საათიც ეყოფა, რომ ის საჭირო გემოები აიღოს, ხორცი კიდე უფრო ნაზი გახდეს და შეწვის შემდეგ უფრო კარგი არომატები აიღოს. კარგი, ესეც 9 საათით გადავდოთ და ამასობაში მე მოვამზადებ ახლა სენდვიჩისთვის соуს. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ, რა თქმა უნდა, ჩემთვის უკვე საყვარელ და გამოცდილ ბერძნულ იოგურტს, მევგალს, რომელიც თქვენც რო გამოცდით, მივხვდებით, რასთან გაქვთ საქმე. არის 100%-იანად დაწურული, ბოლომდე გაწურული, ზედმეტი სითხე არ შეგხვდებათ შიგნით და რაც მთავარია, არის პროტეინებით სავსე და ჯანმრთელობისთვის ზედ გამოჭრილი. კარგით. ამ შემთხვევაში 2 სუფრის კოვზი მევგალის იოგურტი, ფრანგული დიჟონის მდოგვი, ესე გამოიყურება, ვინც არიცით. აქ ჭირდება 1 ჩაის კოვზი, 10 გრამი ვოლჩესტერ соуსი და 10 გრამი სოიოს соуს. ზოგადად სტეიქ სენდვიჩს ძალიან უხდება ჟავი კიტრი დამარინადებული. ასევე ცოტა ლიმონის წვენი და კვლავ გავიმეორებ ზეზე გამომშრალი ჩერის ზეთი. ნახეთ, უკვე ფერიც შეიცვალა соуსმა, გახდა უფრო მოწითალო. ეს განაპირობა იმან, რომ ზეზე გამომშრალი ჩირის ზეთი გავუკეთეთ. კარგი, ეს მზადა, ესეც გადავდოთ დროებით და ეხლა რაცა მთავარი, ხო, ეს ერთი დამჭა. უნდა გავაკეთოთ კარამელიზირებული ხახვი. დავჭრი და ღია ცეცხლზე მოვამზადებ კარამელიზირებულ ხავს. როდესაც სენდვიჩს აკეთებ, ძირითადი რამოდენიმე მახასიათებელია საჭირო, რომ სწორად მოამზადო. რა თქმა უნდა, პური ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, შემდეგ სწორად შერჩეული ხორცი და კარამელიზირებული ხახვი აძლევს ზუსტად იმ განსხვავებულ გემოს და არომატს. რაც სენდვიჩს უფრო გამორჩეულს და მომხიბვლელს ხდის. ეხლა მნიშვნელოვანი რა არის? აქ არის მომზადების წესი. რა თქმა უნდა, ღია ცეცხლზე მომზადება ყოველთვის უფრო რთულია, თუმცა სახლის პირობებში შეგიძლიათ იგივე გაიმეორეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მაღალი მაქვს და მეტ ყურადღებას მივაქცევ და ვაყრი შაქარს. თუ გაქვთ ყავისფერის შაქარი, ისიც შეიძლება მოაყაროთ. ხახვი ისედაც შეიცავს შაქარს და შაქრის გარეშეც რო მოთუშოთ, თავის კარამელს მაინც გაიკეთეთ. თუმცა მეტი სიმძაფრისთვის
კარგი იქნება რომ დაამატოთ შაქარი. ცოტა წითელ ღვინოს გავუკეთებ და ცოტა სოიოს სოუსს, რომ ცოტა მარილის არომატიც გქონდეს. ცოტა წითელი ღვინო. და ცოტა სოიოს სოუსს. რა თქმა უნდა, სახში გაზის ხურასთან უფრო ადვილია ეს ყველაფერი, მაგრამ დამიჯერეთ ამას სულ სხვა არომატი და გემოა. ხშირად ვურევ ეხა რომ ტემპერატურა მაღალია და არ დაიწვას. კარგი. ეხა ამას ავიღებ, იმიტომ რომ ჯამში გადმოტანისას ხახვი გააგრძელებს თუშვას. ამიტომ ზედმეტად რო არ ჩაითუშოს, უკვე ცეცხლიდან მოხსნა. ნახეთ როგორ გამოიყურება. სოუსი მზადაა, კარამელიზირებული ხახვი მზადაა, ხორცი მზადაა თითქმის უკვე ცეცხლისთვის, ითხოვს ცეცხლს, მაგრამ მანამ სანამ ხორცს შევწვავთ, აუცილებელია რომ ეს არის ჩაბატას პური, ცოტა მოწყენილი არის, ალბათ ჩაბატა უნდა იყოს ხრატუნა, მაგრამ არა უშავს გავახრატუნებ ეხლავე, ამას გავჭრი ჩემ საყვარელ ლურპაკთან ერთად, ამას ვეძახი ჯიბის ლურპაკს, რაღაც კაპუცებ ამოიღებ ლურპაკს და წავალ ცეცხლზე მოვატარებ და შევხუხავ ჩაბატას და უფრო კნატუნა გახდება, ისევ დაუბრუნება ძველ ჩაბატას. და მერე ხორცი და მერე ყველაფერს ამას ავაწყობ და გაჩვენებთ. ასე გამოიყურება. გავშლით ჩემ პატარა ლურპაკის კარაქს, კომპაქტურს, მშვენიერს. ცოტა სიტყვაცაა შენარჩუნებული ხახვის. და ეგ ძალიან მოუხდება. ვიღებ და სიმხურვალე. იცი რა არის, ეხა ესე იყოს ეს პური, ცოტა ცეცხლს შევმატებ და უკვე ხორცის შეწვას დავიწყებ. შვენიერ ცეცხლს უყურებ ეხა მე და თან ხელში მაქვს ოზურგეთის ლუდი. დღეს დილით რო ვიყავით და წამოვიღეთ. ოზურგეთის ლუდზე იმდენი შემიძლია ვილაპარაკო, მე ოზულუდს ვეძახი. ეხა მოდი ჯერ კონცენტრირდეთ საქმეზე. ცეცხლი საკმაოდ მაღალია, გრილიც საკმაოდ გახურებულია. ამას რამოდენიმე წამი დაჭირდება სულ და ამ წვენსაც მარინადისას თან მოვასხა. არ დაგვავიწყდეს ცოტა პილპილი. და
შვილი მარი. ხორცის სუნი და აი ხორცის წვენის სუნი თუ ვინმე მიცით რა არის, აი ხა ეს ყველაფერი იგრძნობა. და აქ ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ ზედმეტი არ მოუვიდეს და არ გამოშრის. ოზულუდი. გურია და ოზურგეთი ამითაც გამორჩეული არის, რომ გურულებს ჩვენი ლუდი გვაქვს და სხვათა შორის ძალიან კარგი ლუდი ლეგენდები დადიოდა ადრე. ეხა არ ვიცი, მაგრამ სასიამოვნო კია ისი დალევა. ოჰო, რა სუნია. აბა პური რა შვება? პურიც კაი შეტკუცუნებულია. ვისაც მარინადის ნერვები არ გაქვთ, შეგიძლიათ უბრალოდ ზეითუნის ზეთი და ბევრი პილპილი და ბევრი მარილი არა, მარილი, მსხვილი, ბევრი შეგიძლიათ, ისე ბევრი არ მოგივიდეთ, თორე დამლაშდება. აზილეთ ერთმანეთში და ცეცხლზე გაუშვით. ცოტა პურის დავადოთ. წვენი აიღოს. მოკლედ ძალიან რთულია და სასიამოვნოა ცეცხლთან ურთიერთობა და მუშაობა. ეს არაა გასქურა აუწიე დაუწიე. ცეცხლი ხან ძალიან მაღალი გჭირდება, ხან ძალიან დაბალი და ამ ყველაფრის ერთობლიობაში თავის მოყრა არის საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო. კარგი. ზედმეტი არ მოუვიდეს. აი ამ ხორცს ხა ეყოფა, სულ გავიდა ალბათ სავარაუდოდ 2 წუთი, აი. უბრალოდ ტრანსპორტირებისთვის ამ პურში ჩავდებ. და წავალთ მაგიდისკენ. წავედით. აუ, ისე გამოიყურება ეხა ამის დაჭრა ცოტა მენანება, თუმცა არა უშავს, რამოდენიმე წამით გადმოვდოთ, ეს არის ძირი. კარგი. პირველ რიგში წაუსვათ მევგალის იოგურტისგან. მევგალის იოგურტის ბაზაზე მომზადებული соуსი. აჰა. არ დაიშუროთ, არ დაინანოთ. უჩებ ჩავაჭრი თხლად პომიდორს. ცოტა ფუსფუსებს ჩქარობ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ეს გემო ხორცის დაიკარგოს. კარამელიზირებული ხახვი. სადღაც შემიძლია ვთქვა, რომ კარამელიზირებული ხახვი ბევრი არასდროს არაა. ესე. კარგი. ეხა თხლად დავჭრი ხორცს. აი ნახე რა წვენი გაუშვა. აი ეს წვენი მალე აღმოჩნდება ჩვენ სენდვიჩში. აჰა. აი ესაა მედიუმი. ყველაზე მსხვილ ნაწილში არის მედიუმად მომზადებული. როგორიც უნდა იყოს. და ყველაზე ეგრეთ წოდებული ბჭყალებში მშრალი ნაჭერი, აი ალბათ ჩანს, გაჩვენებთ როგორი წვნიანია.
ოჰოჰოჰოჰო. ეს მე უნდა გავსინჯო, ხო? მზეზე გამოშრალი ჩერის ჩირი. სულ რამოდენიმე. ეხა მთავარი და ბოლო რაც არის, მე გამოვიყენებ ყველს, ჩედარის ყველს, ოღონდ არლას ბრენდის, რა თქმა უნდა, წინა ვიდეოებში მე ხშირად ვიყენებ არლას რძის პროდუქტებს, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის ვიძახი, დანიურია, დანიურ ხარხს დიდ პატივს ვცემ და ჩემი ნდობა მათ მიმართ ძალიან დიდი არის. ეხა ეს ეგრეთ წოდებული ფარსუნკას ხმა ისმის. დავალაგებ და გადავტრუსავ მაღალ ცეცხლზე. ბოლო შტრიხი, ბაზილიკი, არომატული. მე მგონი ძალიან მოუხდება ეს. თან ფერებიც ცოტა იტალიური, უკვე ფერთაგამა იტალიურია. კარგი. აი მე ამას შევჭამ. ამას თქვენ დაგიტოვებთ. არსად არ მისხაება. სად ეს და დარწმუნებით ჩემს სიტყვებში რომ კარამელიზირებული ხახვი და ის ყველაფერი რაც მე ჩამოგითვალეთ და რაც გავაკეთე და რაც გასწავლეთ არის უმნიშვნელოვანესი და კარამელიზირებულ ხავს მეტი ყურადღება მიაქცეთ, იმიტომ რომ მის ინტენსიური გემო უფრო წინ მოდის, წინა პლანზე მოდის და არის რაღაც სასწაული და განსხვავებული. ძალიან დასრული ვარ. გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ. მეტი ასეთი კაი ვიდეოებისთვის.